აქ რას ვაქცევთ ყურადღებას? მშვილდის პოზა კეთდება ორნაირად, ერთი კეთდება ამ კუნთის ხარჯზე, ანუ 4-თავა კუნთის ხარჯზე, კვადრიცეპსის ხარჯზე და მეორე ან კეთდება ჰემსტრინგის ხარჯზე. კვადრიცეპსის ხარჯზე როგორ კეთდება? ანუ კვადრიცეპსი გაშლას აკეთებს ფეხის და ესეთ რაღაცას აკეთებს. ანუ ცდილობთ რომ ფეხები გაშალოთ ეს უკან და ეს წამოგიღებთ უკან. რაც არ არის ამ პოზაში ანატომიურად კარგი და იმდენად სასარგებლო. რატო? იმიტომ რომ ეს ერთი რომ მუხლებზე მეტ დატვირთვას წარმოშობს, ეს ერთი და მეორე არ არის დაცული წელი და გავათეძო სახსარი. ამის ნაცვლად, ანუ ფეხების უკან წამოღების ნაცვლად, რაც კეთდება კვადრიცეპსით, უნდა გავაკეთოთ ფეხების ზემო თაწევა, რაც კეთდება ჰემსტრინგით და აქ ფეხის ცერა თითები გადადის თავისკენ, ანუ თავისკენ წაიღეთ და იგრძნობთ საჯდომს, ჰემსტრინგებს და ფეხის მომზიდველ კუნთებს. დიახ, და წონა უნდა ასეთ შემთხვევაში წონა უნდა გადავიდეს მუცელზე და არა მენჯზე. აქეთ ანუ პირიქით წინ მივდივართ. ამიტომ აქ აქტიური არის ხელები. ხელებზე მოდის დიდი დატვირთვა, თუმცა იმისთვის რომ ხრის სახსარი ძალიან არ დაიტვირთოს, ვაკეთებთ ცოტა შიდა როტაციას, აი გავაკეთოთ გარე როტაცია, ანუ ძალიან ესე არ უნდა იყოს შეტრიალებული, ცოტა ესე დაუშვათ მხარი დაბლა და ეს არის ძალიან სასარგებლო პოზა.